რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება დეკემბრის თვეში? მას შესაძლოა ორ ვარიანტად ვნახოთ. რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება დეკემბრის თვეში? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ორი ვარიანტია თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დააპაუზეთ ეკრანი, ჩაიფიქრეთ, შესაძლოა დავიწყეთ. პირველი ვარიანტი, რას უნდა მიაქციოთ დეკემბრის თვეში განსაკუთრებული ყურადღება. და ეს არის თქვენი ემოციები, ჩემოწურფასებო, თასები, ეს არის ჩვენი ემოციური ფონი. აქ ჩანს ძალიან დიდი ემოციური დეფიციტი, დადებითი და თქვენთვის საჭირო ენერგიების მიღების ნაწილში, რადგან აქ არის უფრო მეტი, ვთქვათ, მოწამღებული წინა პერიოდიდან ვთქვათ, გადაღლა, ემოციური გადაწვა, სადღაც სიბრაზეები, პროტესტები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან მოგროვდა, ძალიან ინტენსიურია თქვენს რეალობაში, ამიტომ თქვენ ტაროს არკანი გირჩევთ, რომ მიაქციოთ ყურადღება ემოციებს, გააკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ, რაც მოგწონთ, რაც ამაღლებს თქვენში დადებით ემოციებს, ხო? ეს შეიძლება იყოს კარგი მუსიკა, შეიძლება იყოს რაიმე წრე, რაიმე აქტივობა, სპორტი, ნებისმიერი რამ, რაც გამოგრთავთ და გამოგთიშავთ აი რაღაცა ნეგატიური, უარყოფითი, ემოციური, ვთქვათ, გამოცდილებისაგან, რასაც შესაძლებელია ახლაც თანატარებდეთ და რაღაცნაირად გიჭერდეთ გამკლავება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შესაძლოა ეს თქვენზე ძლიერი, ამიტომ საჭირო არის, რომ ამ ყველაფერს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამან არ წაგიყვანოთ გარკვეულ, ვთქვათ, ნეგატიურ სცენარებში. მეორე ვარიანტი, თქვენ რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება დეკემბრის თვეში? დეკემბრის თვეში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხერხემალს, კირსეს, ძვალსახსროვან სისტემას, იმიტომ რომ ძალიან გადაღლილი არის თქვენი სხეული, არ გადატვირთოთ ძალიან, კარგი იქნება რომ ვთქვათ პირიქით, უფრო პირველ ვარიანტს თუ აქტივობები ურჩიეთ, თქვენ პირიქით გირჩევდით რომ რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ, კარგი იქნება გამაჯანსაღებელი მასაჟი, კარგი იქნება რომ საკუთარ ჯანმრთელობას და ფიზიკურ სხეულს დაუთმოთ უფრო მეტი დრო დაასვენოთ, იმიტომ რომ ბევრი პასუხისმგებლობებია, რა თქმა უნდა, აღებული და კარგია მომწონს და მესმის, რომ შესაძლებელია ფინალში გადიოდეთ, უკვე უახლოვდებოდეთ თქვენთვის სასურველ შედეგს, მაგრამ ამ სასურველი შედეგის მიღებამაც უნდა მოგანიჭოთ სიამოვნება და თუ არ იქნებით დასვენებული და თუ ბალანს არ იპოვეთ შრომასა და აქტიურობას შორის, რა თქმა უნდა, მიღებული შედეგით ისე ვერ ისიამოვნებთ, როგორც საჭიროა. ამიტომ მეტი ყურადღება ფიზიკურ სხეულს და მეტი ყურადღება საკუთარ თავს. წარმატებებს